რუსთაველზე მეუფეშიო მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოგვიანებით კი რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიტროპოლიტმა შიომუჯირმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული თავისუფლება საკმარისი არ არის. საპროტესტო შეძახილების შემდეგ საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა აქტივისტს ხელი ჰკრა, მანამდე პოლიციამ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების შემდეგ ერთი მოქალაქე დააკავა. პარლამენტთან დილიდან დაძაბული ვითარება იყო 9 აპრილის მემორიალთან მისულ ოცნების წევრებს აქტივისტები შეძახილებით ხვდებოდნენ. ზანგეზურის დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. აბდულკადირ ურალოღლუს თქმით, აზერბაიჯანული მხარე თავის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის სამუშაოების დასრულებასთან ახლოსაა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა. ფარსი წერს, რომ გადაწყვეტილება ირანმა ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმის შემდეგ მიიღო. ამერიკა ირანს შორის ზავის დროს ისრაელმა განაცხადა, რომ შეთანხმება ლიბანს არ მოიცავდა, თუმცა საპირისპიროზე ამბობს თეირანი. მათი განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როცა ამერიკა აგრესიას შეწყვეტს.